მე ვარ გაბრიელ გუგენიძე 11 წლის. სწავლობ ქართულ ამერიკულ სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთი, ცეკვა და ტანვარჯიში. უკვე 5 წელია ვთამაშობ ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის გუნდში. აქამდე თამაშობდი ხელვაჩაურის სხვა გუნდში. გუნდი იმიტომ შევეცვალე, ჩემზე პატარები თამაშობ. ახალ გუნდში ყველაზე მეტად უფრო შეთამაშებული ვარ თემო ფარსელაძეს და საბახ სულმანიძესთან. თამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მომედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა არის გოლის გატანა და ასისტების მიცემა. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 32 კარგი გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ეს მომენტი სულ მახსოვს, როდესაც ცენტრში მომცეს პასი და გავძვერი ორ კაცში. სულ მინდოდა რომ ყოფილიყავი საუკეთესო ფეხბურთელი და გამოვიჩე იმით, რომ შორიდან დავარტყი და გავიტანე გოლი. ჯეჯობით ეს იყო ჩემი საუკეთესო გოლი. ისეთ მომენტებიც მქონია, როდესაც უეჭველი შემეძლო გოლის გატანა და ვერ გავიტანე, როდესაც 1-1 გავედი და ცალე-კარე დამხვდა, თავი არ ამიწევია, როდესაც დავარტყი ავაცილე გარს. მაგრამ არ აუშავს, რადგან ესეთი რაღაცები დიდ ფეხბურთელებსაც ემართებათ. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ხვიჩა საქართველოსდან და ის ზოგადად ვინისიუს ჯუნიორი და ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მგონია სისწრაფე. ჩემი თვითონია ნუგზარ კოკოლაძე. ის არის კაცრი, მაგრამ სამართლიანი და მხიარულით. ჩემი აზრით კარგად თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ მე რო გავიზრდები, უკეთესად ვითამაშებ. ახლა რომ კარგი ფეხბურთელი იყო, კარიერას დავიწყებდი დინამო თბილისში. მერე გადავიდოდი სპორტინგში, შემდეგ გადავიდოდი მილანში. და შემდეგ ინგლისის ლიგაში, მანჩესტერ სიტიში გადავიდოდი და შემდეგ ვეცდებოდი და გადავსულიყავი რეალში. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, მე გავხდები მადრიდის რეალის ლეგენდა რონალდოს ავით. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშე 10 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშე 37 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვეცდები, რომ მამაჩემს ბიზნესი გავაგზავნო. მე ასევე მიყვარს ტანვარჯიში და ვარ აჭარის ჩემპიონი. ტანვარჯიში იმიტომ შევედი, რომ მამაჩემს უნდა სარტოვი გამეკეთებინა. სხვა სპორტში ძალიან დამეხმარა ტანვარჯიში. ისე ტანვარჯიში ყველაზე რთული გადაბმული 3 ფლაკის გაკეთება. ყველაზე მარტივი ხიდის გაკეთება. ტანვარჯიშზე ჩემი მასწავლებლები იყვნენ ჯემალ და გურამ მოსანაძეები. როდესაც გულს გავიტან და ტანვარჯიშზე მეუნებიან რამეს, სულ ისინი მახსენდებიან. ორივემ უკვე ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ტანვარჯიშთან იმედო გამოვედი, რომ ფეხბურთის დრო აღარ მრჩებოდა და ცეკვაზეც მინდოდა შესვლა. ახლა უკვე 3 თვე ცეკვა ახალ თაობაში. ცეკვა იმიტომ მომწონს, რომ ქორწილებში ვამოადგენ. ქორწილში მეცვება შალვა კოსტუმი და აუცილებლად ვიცეკვ. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქვი გიორგის და მარიამს. ანაჩემ შვილებს დაარქვათ ჩემაც. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ სულ ყურადღებით ცენტრში ვარ, კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე ცელქია ნუცა ბერიძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ბაგურიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამუნა გორგოშვილი. იმიტომ რომ ხიარულია და სულ ყურადღებას მაქცევს. მე რო გავიზრდები, მინდა გამოვიგე საუკეთესო ფეხბურთელი. თუ ამ ეს ფეხბურთელი ვერ გამოვალ ბიზნესმენი. ახლა მინდა რომ ვიყო 13 წლის, იმიტომ რომ სწავლაში შემხდება სირთულეები და ვიცი რომ გადამოლახავ ამ სირთულეებს. სახლში ცხოვრობთ მე, ჩემი და ჩემი ძმა, მამა ჩემი, დედა ჩემი, ბებია ჩემი. მეტი და-ძმა იმიტომ აღარ მინდა რომ მიხედვა ძნელია. როდესაც დიდი ძმა ხარ. ჩემი ძმა არის 4 წლის და ქვია დანიელი. და არის 11 თვის და ქვია სარა. სარა არის ლამაზი, კარგი მჭამელი, ჭკვიანიც და მხიარულიც. ჩემი აზრით დანიელი რო გაიზრდება, გამოვა ბოქსიორი და სარა რო გაიზრდება, გამოვა ბიზნესმენი. მამა არის შრომელი, ჭკვიანი და ჩემსავით სიმპათური. დედა არის ლამაზი, ჭკვიანი და შრომის მოყვარე. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული შაური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელი რომ გააკეთებს რაღაც. ჩემი საყვარელი წიგნია პატარა პრინცი. ჩადოსული ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი სოფლიოში ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი. წამოგზავროთ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია მანქანა GT63S Mercedes. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძა რა უნდა რომ ქონდეს? მე მაგალითად მინდა რომ ქონდეს სხვისი აზრებით წაკითხვის სუპერძა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, ოჯახთან ერთად ყოფნა, მეგობრებთან ერთად გართობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.